ეთერშია გადაცემა სახალხო კონტროლი, მე ვარ ჟურნალისტი ლიზა ვადაჭკორია. დღეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი გორში მუშაობს, სადაც ჩვენ ვიღებთ კვების ობიექტებს. ეს არის სულ კონდენსატი, რომელიც კი არ წვეთავს, წყალივით მოდის ფაქტიურად. და აქვე მინდა გაჩვენოთ ეს. ყველაფერი დამტვერილია. ძალიან არასასიამოვნო გარემო, ვერ ხედავ მე აქ ვერც სისუფთავეს და ვერც სიკოხტავეს. ამას შეხედეთ. ეს არის მაცივარი. მაცივარი წესიერად არც გაწმენდიო და არც დალაგებ. ძალიან მწოხვარ. სიძველის სუნი ნამდვილად იგრძნობა, ამათლებს სახელს. ყველაფერი მინახია, მაგრამ მაცივარში აბლაბუდა არ მინახე. თქვენ ვერ მეტყვით ვადებს და აბა მე საიდან გამოვიცნო, მითხარით? ხო, შემდეგში რო ჩამოვალ აუცილებლად ტაროს კარტს ამოვიღებ და გავშლი მაშინ და ციფრები ამომივარდებ. გორული კატლეტი 14 ლარი, ხინკალი ლარი და 40. ასები არ არის მაღალი, ნამდვილად დიდი მენიუა, საკმაოდ მრავალფეროვანით. გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, აზიური სამზარეულოს მოყვარულებს ელოდება კვების ობიექტი Big Walk. Big Walk-ის აბრაკი გამოიყურება სიმპათიურად, მაგრამ ნახეთ როგორი სიბინძურეა გარშემო, ნახეთ ნახელა აბლაბუდებია, რაღაცა ჭუჭყიანი ცელოფნები, ეს მტვერი, ნაგავი, ყველაფერი ცვივა და რა თქმა უნდა, კერძით რო გამოდიხარ, ძალიან არასასიამოვნო გარემოა. მე არ მესმის, რატო არ შეიძლება, რომ ეს ნაგავი გაიტანო, მიეწეპა მე მგონი ეს უკვე აქანდაზი და ეს ცოცხს აღარ გავს. ნახეთ და ამის დალაგება როგორ არ შეიძლება? რატო უნდა იყოს კვების ობიექტის ტერიტორია, მიმდებარე ტერიტორია ასეთ ნაგავში? უკვე ნამდვილად ვერ ვენდობი ამ კვების ობიექტს, მაგრამ მოდით მაინც ვნახოთ რა ხდება შიგნით. საკმაოდ ისეთი პოპულარული ობიექტია გორში, ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ზოგი ძირითადად უფრო გამოძახებაზე მუშაობს. და აქედან გამომდინარე აინტერესებს მომხმარებელს თუ როგორ მზადდება, იმიტომ რომ როდესაც გამოძახებით მუშაობს, თვითონ ტერიტორიას ვერ აკონტროლებენ, არ იციან და ამიტომ აინტერესებთ აქ კონკრეტულად რა ხდება. ერთი ის არის, რომ სათანადოდ გარეცხილი საკმაოდ ტაფები სამწუხაროდ არ არის. ძალიან ბევრი ნარჩენები აქვს და ეს მექანიკურად უნდა სუფთავდებოდეს და მერე წესიერად უნდა ირეცხებოდეს. ეს არ არის სათანადოდ გარეცხილი ტაფები, არც ერთი არ არის, იმიტომ რომ ნახეთ რა მდგომარეობაშია. ქვევითაც ნახეთ, ცხიმი დიდი რაოდენობით არის დასხმული. ესეც რა თქმა უნდა სამზარეულოში ყველაფერი უნდა სუფთავდებოდეს. გასქურაც არ არის სათანადოდ გასუფთავებული, თუმცა ნაწილობრივ ეს ზედაპირი არის უჟანგავი და ძალიან სუფთა და გაპრიალებული. ეხლა აქ რაც ხდება, ეს არის დანაშაული კი არა. მე არ ვიცი. ზედანაშაული. ძალიან დიდი ხანია მე ესეთი საშინელება არ მინახია. ნახეთ, ეს არის სულ კონდენსატი, რომელიც კი არ წვეთავს, წყალივით მოდის ფაქტიურად. და აქვე მინდა გაჩვენოთ ეს. ეს. როდისმე გაგიწმენდიათ აქაურობა? სულ აკერხერებთ, მაშინ ეს რა არის? ეს მარტო ის კი არ არის, რომ ესეთი წვეთა მიმდინარეობს, ნახეთ რა მდგომარეობა. ეს კიდე საშიშია იმით, რომ შეიძლება ნაპერწკალი წაიღოს და შეიძლება საშინელება მოხდეს. ეს არის სამარცხვინო და ეს ყველაფერი ჩადის საჭმელში და ჩვენ რაციონში საკვების სახით გვიბრუნდება უკან. ეს არის არ ვიცი, რა დავარქვა არ ვიცი. მრავალჯერადი ცხიმია და ცხიმის სუფთა არის გამოცვლილია, ამასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გამოჩნია, ნახეთ. სუფთაა ყველაფერი, გაპრიალებულია. ზედაპირი სუფთა არის და მოწესრიგებულია. მაცივარში რო არ უნდა იყოს კოროზია, კარგად ვიცით, მაცივარი გასუფთავებული უნდა იყოს. სათანადოდ დასუფთავებული სამწუხაროდ არ არის. ასეთი რამეში იყოს, მაკარონი, ჩვეულებრივად, ასე ჩაწყობილი,
აი ნახეთ, აი ასე ჩაწყობილი, პირდაპირ ჩაყრილი, სადაც ბოთლებია ჩაწყობილი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს არის ზედანაშაული. ნუ ჰასპზე აქ ზედმეტია ლაპარაკი, ჰასპის საერთოდ არაფერი აქ არსმენიათ და არიციან სამწუხაროდ. აი ნახეთ თვითონ რა მდგომარეობაში არის. შეხედეთ, აი რა მდგომარეობაშია თვითონ კონტეინერები, დასარეცხია, მაცივარიც გასარეცხე, იგივე მდგომარეობაა მეორე ყუთთანაც დაკავშირებით, ამას შეხედეთ. აი არ ვიცით რა ხდება შიგნით და ჩვეულებრივად ვიძახებთ და ვჭამთ, აი ნახეთ. შეხედეთ, აი რა ბინძურია მაცივარი. აი უკანაც გადაიხედეთ და აი ესეც ნახეთ, აი პარკში მოთავსებული ბრინჯი. აი ვინმე თუ შეუყვეთას ჩვეულებრივად გამოიყენებენ და აი მიართმევენ. ესეთი სიბინძურე მე დიდი ხანია არცად არ მინახი. ძველი და ახალი ერთად ჩაყრილი, ნახეთ. გაფუჭებული და ახალი მოტანილი სოკო. აი, ამას შეხედეთ. აი ეს არის მაცივარი. მაცივარი წესიერად არც გაწმენდიო და არც დალაგები. ძალიან მწოხვარ. მაგაც ყველაფერი აი დაულაგებელი, ნახეთ აი რა მდგომარეობაა, შეხედეთ. აი თვითონ დარეცხილი ჭურჭელიც როგორი ბინძურია სამწუხაროდ. აქაც ყველგან ტვერი არის და ყველგან აგავი აბსოლუტურად და ნაწილაკებია. ძალიან მწუხვარ. არავითარ შემთხვევაში აი ესეთი ობიექტი არ უნდა არსებობდეს. მაცივარშიც ნახეთ როგორი მდგომარეობაა, შეხედათ. როგორი ბინძურია, ნახეთ. ამას შეხედეთ, ეს ზღვის პროდუქტები და კოროზირებული ზედაპირები. ყველაფერი დაუსტიკერებელი და მოუწესრიგებელი. ძალიან მწუხვარ, აი ქვევით კიდე ზღვის პროდუქტები აგდია. აი ეს არის სრული კოშმარი, ნახეთ. აი აბლაბუდები ნახეთ და ამას ტარაკნები ნახეთ, აი ტარაკან. აი ესეც ვიცოდი, აი ტარაკან. აი და ნუ ობიექტზე ტარაკნებიც არის. ძალიან მწუხვარ. ამ სიბინძურეში არ შეიძლება რომ ტარაკნები არ იყოს. აი უკანაც ნახეთ რა მდგომარეობა, შეხედეთ. აი ამყაყებული წყალი გადასხმული, საშინელება, ყველაფერი მოუწესრიგებელი. და საიდანაც დავიწყებ, იქედან დავამთავრებ, აი ეს არის კონდენსატი, რომელიც აი აქედან ჩამოვიდა. და რომელიც ხდება ჩვენ კვების რაციონში. აი აქ შეგიძლიათ მიირთვათ ატრია ქათმით, საქონლის ხორცით, ღორის ხორცით, ან ბოსტნეულით, თუმცა როგორც პერსონალმა გითხრათ, ძირითადად გატანაზე მუშაობს ეს ობიექტი. აი ისევ და ისევ ვამბობ, როგორც გარეთ მოუწესრიგებელი ტერიტორია იყო, ზუსტად იგივეა შიგნითაც, რაღაცა ნივთები დევს. პერსონალის აი რაც კამები არ ვიცი ეს რისთვის არის აქ შეიძლება დაეჭდომა თუ არ შეიძლება ვერ მივხვდი, მაგრამ ნესტის სუნია, ყველაფერი დამტვერილია, ძალიან არასასიამოვნო გარემო, აი ვერ ხედავ მე აქ ვერც სისუფთავეს და ვერც სიკოხტავეს. Big Voki ჭავჭავაძის 46 ნომერში, ქალაქ გორში, აი ეს არის აზიური სამზარეულოს ობიექტი, სადაც ამზადებენ ატრიას სხვადასხვა შიგთავსით. მოგესალმებით, ჩვენ ისევ დაბრუნდით გორში, ვარ Big Voki-ში, დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ არის გამოსწორებული ობიექტი და ყველაფერი გააკეთეს. აქ იყო ძალიან სერიოზული პრობლემა კონდენსატთან და სანიტარულ მდგომარეობასთან. აი რასაც ვუყურებ მე, აი ნახეთ თქვენ თვითონ სანიტარული მდგომარეობა არის გამოსწორებული. ხშირად გვეკითხებით, რას აკეთებს სახალხო კონტროლი და ეხლა გაჩვენებთ, რასაც აკეთებს სახალხო კონტროლი. აი ნახეთ, ეს არის უჟანგავი მაგიდა, რომელიც იყო და ტაფები, რომელიც არის მოწესრიგებული და გაპრიალებული, ასევე არის გაწკრიალებული, აი ფრის აპარატი, მოწესრიგებულია კედლები, ნახეთ, აი კედლებიც დავათვალიეროთ, ასევე დავათვალიეროთ, აი ნახეთ რა მდგომარეობაა მაცივარში. დღეს არ მელოდებოდნენ, იმიტომ რომ სახის პროცედურაზე ვიყავი ჩამესული და არანაირად აქ გამოსვლას არ ვაპირებდი, მაგრამ მაინც ინტერესმა ძლია და ჟურნალისტულმა ინტერესმა და მოვედი.
და ნახეთ, ძალიან მე სიამოვნა და მიხარია, როდესაც ჩვერჩევებს ის თვალისწინებენ და აი ესე აწესრიგებენ ობიექტს. აი მაცივარიც მინდა გაჩვენოთ, აი ნახეთ, მაცივარშიც რა მდგომარეობაა, შეხედეთ ყველაფერი დასტიკერებული, სხვათა შორის ანალიზებიც გაუკეთებიათ პროდუქტზე და ასევე ხელშეკრულება დაუდევთ სანიტარულ სამსახურთან, რომელმაც დეზინფექცია და დერატიზაცია, დესინსექცია გაუკეთა და ეხლა მინდა გაჩვენოთ გამწოვი. აი ნახეთ, გამწოვშიც რა მდგომარეობაა, გამწოვიც არის მოწესრიგებული, გაწკრიალებული, ნახეთ. აი აქ სადაც უშუალოდ პროცესი მიმდინარეობს, აქ კიდევ ერთხელ მივცემდი რეკომენდაციას, რომ უფრო ხშირად გაწმინდოს და კვირაში ერთხელ საკმარისი ნამდვილად არ არის და უფრო ხშირად გასუფთავენ, იმიტომ რომ აი ცოტა ჩამონაღვენთი ზევით არის, მაგრამ საერთო ჯამში ეს არის რადიკალურად განსხვავებული სულ სხვა ობიექტი, რაც ძალიან მახარებს და ეს არის ზუსტად სახალხო კონტროლის შემოსვლის შედეგი და მოწესრიგებული ობიექტი. გორი სამეფოს 60 რესტორანი ძველი უბანი. აბა, ნახოთ როგორია ძველი უბანი. ტილოები სუფთაა, ნახეთ, ნახმარი ტილოებია გამოყენებული, მაგრამ სუფთა არის. ზედაპირი უჟანგავია და ესეც კარგია. ძალიან კარგი არის ნიჟარები. თქვენით თქვენს ხედავთ რა მდგომარეობაა. კარგია რომ წყლის წვეთა არ მიმდინარეობს, მაგრამ ძალიან უსუფთავო არის და იმედია რომ ამას ჩვენი რეკომენდაციების მერე გაასუფთავებენ. ეს რა არის? ეს რა სამარცხვინოა? აქ საერთოდ შეგიხედიათ? ეს რა? აქ რო საჭმელს ამზადებთ და ხინკალს ამზადებთ, აი ასეთი ობიექტი შეიძლება აი ნახოთ ჩინით როგორი საშინელებაა. დღეს ყველგან სადაც შევედით, ყველგან აბსოლუტურად კონდენსატის ზღვა არის. აი ეს ნახეთ რა საშინელებაა. ეს როგორ შეიძლება ასეთი იყოს და ეს არის კვების ობიექტზე და აი აქ ღია პროცესი მიმდინარეობს. აი აქ პროცესი ჩვეულებრივად და აი ეს ყველაფერი შეიძლება კვებში ყვეთავდეს. კედლებიც ნახეთ რა მდგომარეობაშია. კედლებიც ნახეთ რა მდგომარეობაშია კედლებიც. მერე უნდა იწმინდებოდეს ბატონო. აი ამას შეხედეთ. აი ამას შეხედეთ. კარგი ძევით ვერ მიწვით. ამის მაინც გაწმენდას რა უნდა და აი ეს შეხედეთ რა მდგომარეობაში. ყველგან ერთი და იგივეა აბსოლუტურად. ისიც დავინახე საღებავი სადაც არის ჩამოღვენთილი და ისიც დავინახე იქაც რა ხდება. აი ეს ნახეთ, ეს უკვე არ ატარებს და აბრუნებს უკან. და აი ეს საღებავია? შეხედეთ? ეს საღებავია? არ არის საღებავი. ამას დავანებოთ თავი, ეს ნაკლებად მაინტერესებს. ეს თქვენ თუ დაგსურით. აი ეს კუთხე არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს უშუალოდ სადაც ღია პროცესი მიმდინარეობს. აი ეს წვეთა მაინტერესებს და აი ეს მაინტერესებს. ეს შოკის მომგვრელი სურათი მაინტერესებს. ეს არის ძალიან ცუდი და ძალიან სამარცხვინო. არავითარ შემთხვევაში აი ესეთი მდგომარეობა, მაგრამ აქ აი სუნითაც იგრძნობა, რომ აქ გამტარიანობა აქ ნულოვანი. საერთოდ არ გადის. კედლები ისე თუ ასე ჩასმულია კაფელში, ამის წმენდა ძალიან მარტივია, უჟანგავი მაგიდებია და ესეც კარგია. უჟანგავი მაგიდებს მივესალმებით, იმიტომ რომ მარტივად ხდება მათი დასუფთავება. აი ყველგან უჟანგავია აბსოლუტურად. მეტლახი არის ქვევით დაგებული. მაგრამ აი ეს ოღრუჩოღრუები არ უნდა იყოს და კარებიც ისე უნდა დაიცვათ, რომ ბუზები არ უნდა იყოს ობიექტზე არავითარ შემთხვევაში. ნახოთ რა ხდება მაცივრებში. მაცივარი ეტყობა არ არის ძველი ახალი მაცივარია, იმიტომ რომ კულერი საკმაოდ სუფთა არის. მაცივარს ნუ მე პირადად დავასუფთავებდი, ყველაფერს დავასტიკერებდი, თავღია არაფერს არ დავტოვებდი მაცივარში, იმიტომ რომ თავღია პროდუქციის დატოვება არ შეიძლება და აი ეს არის ბოსტნეული, წვანილი ამ შემთხვევაში და როდესაც აი ხორცის გავღობა, დეფროსტაცია ხდება, აი ნაჟურ წყალში იყოს ხორცი, აი ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ნახეთ, აი აქ რო არის კულერი გაპრიალებული, ახლა აქ შეხედეთ კულერს რას გიკავთ. ტილოთი უნდა გაწმინდოთ, აი ეს იწმინდება. იცით როგორ მარტივად? აი აბლაბუდა. აი ნახე, აბლაბუდები ყავთ უკვე მაცივარში აბლაბუდები ყავთ. იმდენი ხანია არ გაგიწმებიათ.
ყველაფერი მინახია, მაგრამ მაცივარში აბლაბუდა არ მინახი. მადონა სამზარეულოშია, მე ვამოწმებ დარბაზებს, ხალიჩა ცოტა ჭუჭყიანია, ნუ ბუნებრივია, ქუჩიდან ადამიანი შემოდის. აი აქ კუპეა. ცოტა აყრილი იატაკია. სიძველის სუნი ნამდვილად იგრძნობა, ამათლებს სახელს ძველი უბანი და სიძველე იგრძნობა. აი ყველაფერიც ეთყობა რომ წლებია არსებობს და მუშაობს ეს ობიექტი, იმიტომ რომ აი უკვე ავეჯიც ცოტა შელახულია, ის კამებიც არც ისე სუფთა. პალმაზე რა გითხრათ, აჭარაში პალმები ნამდვილად ჯობია, იმიტომ რომ ბუნებრივია. რაც შეეხება მაგიდებს, აი ძალიან უბრალო მაგიდებია, თუმცა სამწუხარო ბუზები შემოდიან ქუჩიდან, არის ხელსახოცია, დახურული სამარილე, საპილპილე, ეს კარგია. ინტერიერი ძალზე უბრალო. აბა ვნახოთ ცნობილი გორული კატლეტი რა ღირს ძველ უბანში. რა ღირს და 14 ლარი, აი გორული კატლეტი 14 ლარი, ხინკალი ლარი და 40. ფასები არ არის მაღალი, ნამდვილად დიდი მენიუა, საკმაოდ მრავალფეროვანი. აი ეს მტვერი და ეს ნაგავი მოგწავანთ, აი ნახეთ. ეს გაშავებაა, ბატონო. ეს გაშავებაა. ეხა არ მინდა ჩაგიყაროთ შიგნით. აქაც უნდა გქონდეს დასტიკერებული ყველაფერი აბსოლუტურად. აქ არის ანუ საკერძებიც და აქ არის ესეც ჩაყინული, ხო? ეს ახალია, ხედავ, კაი გაყინული არ არის, ახალი ჩაყინულია. ეს ცოტა ძველია. მაგრამ როდის არის ჩაყინული, აი როგორ ითვლით ამას, ვადებს საიდან ადგენთ? მაგერებს ჩაყინულს ვადებს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ესეც ახალი მოხვედით, 4 დღის მოხარშული გვაქვს, ეს ყუაზები ახლებია. ჩემო ძვირფას ადამიანო, თქვენ ვერ მეტყვით ვადებს და აბა მე საიდან გამოვიცნო, მითხარით? ხო, აი შემდეგში რო ჩამოვალ აუცილებლად ტაროს კარტს ამოვიღებ და გავშლი მაშინ და ციფრები ამომივარდება. ღვინო, საწებელი, ქვაბები. ეხლა არ მითხრათ ეს დღეს გაკეთებულია 2000 მოგლა. აი არაფრით არ დავიჭერებ. არ გეტყვი, ხო არ მოგატყვი, გუშინ გავაკეთე. მაშინ 21 რატომ იწერია? ეს ლობიო. ეს როდის აკეთებ გაკეთებ? მოხარ 3 დღეს. 3 დღეს კერძი რო არის ეჭება. იცხვი რა აწერია? ღევანდელი, კი. აი თქვენ თანამშრომელს უთხარით, რომ ეს არის ძალიან დიდი დანაშაული. საერთოდ აი ტყუილს მოკლე ფეხი რა. ძალიან გთხოვთ, აი გამოაყრევიეთ ყველაფერი და კაცური სიტყვა მომეცით, რომ დაალაგებ კაცური სიტყვა გაძლევ, გუშინ დილასასაც ვთქვი, რომ მოაქვს საღამოს უნდა გამოვთხოვდეთ, იმიტომ აღარ მისიებ და ხვალ უკვე გაწმენდი იქნე გასუფთავებული, ის უნდა ჩამოვალგო, იმიტომ რომ ყინულია უკვე და აი ასე წყალში ტივტივებდეს. ეგ ახალი მოტანილია და ხა თავისი ხობა ის იწურება და არ შეიძლება. აი ახალი ხორცი. ეს როდის მოხარშულია? ეგ უფროსისა არის, დასაყიდია. შინაური არის, არა უკვე. მაშინ აქედან წაიღეთ. აი ის ქათმები უფროსისაა, ეს ქათმები ვისია? ეს ახალი ეს მასიარი პორტრეტი რაღაცებს ვინახავ. ეგ ორი თავია. ხორია? რა ამდენი ქათამი რა უფროსისაა? მეტი პროდუქტი თქვენ არა გაქვთ და მაშინ უფროსისთვის მუშაობთ მარტო? და უფროსისთვის აი ესე კერძებს უფროსისთვის აფასოებ? ხო და მაშინ უფროსის მაცივარი როგორ არის? კი. ხორის თავები და გოჭის თავები და რაღაც ყველაფერი ოხორობა არის შიგ. ყველაფერს წარწერა უნდა, ყველაფერი მოწესრიგებული უნდა იყოს, ყველაფერი დასუფთავებული უნდა იყოს. და თუკი სახლის მაცივარი და გარე მაცივარი და სამზარეულოს მაცივარი გამიჯნა უნდა ხდებოდეს. არ შეიძლება ესე და პროდუქტი რომელიც ერთმანეთს აბინძურებს, ერთად არ უნდა იყოს მოთავსებული. აი ეს არის სველი წერტილი. უფ. სუნი არ მომწონს, ეს ონკანი წყალი მოდის. საპონი არის თხევადი საპონი და ერთჯერადი ხელსახოცი არის, მაგრამ რაც შეეხება შიგნით, აი ეს არის, რაც არის. ეხლა ალბათ იტყვიან მენეჯერები, რომ აქ უბრალო გორელი მამაკაცები შემოდიან. კი ბატონო, რომლებსაც არ სჭირდებათ
ძვირფასი ინტერიერი შეიძლება ალბათ თავარია რომ კერძი იყოს გემრიელი იყოს სისუფთავე და ეს კერძები მზადდებოდეს შესაბამის გარემოში, ანუ სამზარეულოში. შეგახსენებთ ჩვენ ვართ რესტორანში ძველი უბანი გორში სამეფოს 60 ნომერში. გორში ამილახვარის ქუჩაზე არის საცხობი მზარეულები და ეს მზარეულები არიან მშვენიერი ქალბატონები, რომლებიც ფუსფუსებენ და აცხობენ ხაჭაპურებს, ჩებურეკებს, ღვეზელს და ასე შემდეგ. რო შემოვედი, აი მართლა მივხვდი, რომ რატო ყავს ამ ობიექტს ამდენი მომხმარებელი, იმიტომ რომ საოცარი სურნელია, შეგიძლიათ დამეხმაროთ. აი ეს რა არის? ქათმის ხორცია? გუდა და რას აკეთებთ ამით? გუდა ქვია. ქათმის შეზავებული ქათმის ფილეთი მზადდება გუდა. კი ბატონო. კულერი გასაწმენდია და იმედია გაწმინდათ გოგოებო. აუცილებლად სოსისიც ბადიანია და ახალია. ვუყურებ ეს ცომები. აი ერთადერთი რაც მე არ მომწონს. ეხლა მოდით აი გულწრფელები ვიყოთ, ხო? აქ მიდის ჭურჭლის რეცხვა, ხელის დაბანა და აქვე დევს აი ესეთი პარკით მრავალჯერადად გამოყენებული პარკი არის გადაფარებული ცომზე. და ნახეთ აი არანაირ შემთხვევაში არ შეიძლება, იმიტომ რომ წყალი შეიძლება ჩაიღვაროს. კარგი მაგიდაა, სადაც ცომი მუშავდება, მივესალმები. ქვევით ნუფქვილები არის დაყრილი და ჩვეულებრივი მომენტია, როდესაც პატარა ტერიტორია არის, სივიწროვი არის, თავისთავად უფრო ბევრად სწრაფად ისვრება ყველაფერი. ეს არის ფარში? ხო, მაგრამ ქალბატონებო, ნახეთ, ფარში გამოიყენეთ, შედევით მაცივარში. ხელის მოსანაცვლებლადაც არ უნდა დადოთ აქ, იმიტომ რომ მით უმეტეს, როდესაც შეკმაზულია ხახვში, ხახვი არის ძალიან მარტივად ფუჭდება და ბევრად სწრაფად აფუჭებს პროდუქციას. გამწოვი არის გასაწმენდის სასწრაფოდ, იმიტომ რომ გამწოვში ძალიან ცუდი მდგომარეობაა. აი ნახეთ, სულ წმინდავთ, მაგრამ ნახეთ, აი როგორი მიმხმარი და როგორი ისა აქვს, რა ქვია, გამწოვის სასწრაფოს გასაწმენდია. ფრიტურის ზეთს გამოიყენებთ, კი ბატონო, ეს უკვე კარგია და იმასაც ეტყობა, ღვეზელებსაც ეტყობა, რომ არის ოქროსფერი არის ისეთი ნორმირებული, არ არის არანაირად აი ნაწილაკებით გაშავებული და ეტყობა, რომ ახალია ზეთი და ხშირად იცვლება. ტილო, ნახმარი ტილო, მაგრამ ნახეთ რა სუფთაა. გამოყენებული. ანუ ესეც ძალიან კარგია და მივესალმები ყველა იმ ობიექტს, რომელიც მომხმარებელს პატივს სცემს და ელემენტარულ რამეებზე არ აკეთებს ეკონომიას. ეს სინებია, სინებით სუფთაა. მოდით დავათვალიეროთ მზარეულების ასორტიმენტი. ხორცის ღვეზელი, ლობიანი, ხაჭაპური ფენოვანი, გუდა, პონჩიკი, მეგრული ხაჭაპური. ნახეთ რა არის კარგი, კი არის უკვე ძველი ეტიკეტი, მაგრამ გაზეთილგაწეპილი, მაგრამ ნახეთ რა არის მნიშვნელოვანი, წერია ყველა ინგრედიენტი, მაგალითად გუდაში არის ხორბლის ფქვილი, ქათმის ფილე, მცენარეული ცხიმი და ასე შემდეგ. ეს არის მოთხოვნა სურსათის ეროვნული სააგენტოსი, ანუ ჰასპის დანერგილია და შესაბამისად აქ ასრულებენ ამ წესებს და ეს უკვე კარგია და მისასალმებელია. ფასებსაც გადავხედოთ 4 ნახევარი, 4 ლარი, 4 ლარი, აგერ ლარნახევარი შვენიერი კარტოფილის ღვეზელია. გინდათ შებრაწული ზეთში და გინდათ გამომცხვარი ღუმელში. ყველაზე მეტად რა უყვართ თქვენ საცხობში, აი მომხმარებელი მე დავინახე რომ პონჩიკებს ყიდულობდა. კიდე რა უყვართ? ყველაფერს ყიდულობენ, ზოგს გუდა უყვარს, ზოგს ფიჩინი, გააჩნია. ეს გუდა არ გამიგია რა არის ეს გუდა? ქათმის ფილი არის შეზავებული მწვანილებით, ხახვით და ტარხუდაა. და ცომშია. კი, მთენოვან ცომში და ზემოდან ყველი აყრია. აქ არის საპირფარეშო. და ცუდია რომ გარეთ უწევთ გამოსვლა, მაგრამ სხვანაირად ვერანაირად ვერ იქნება და ცუდია რომ გარეთ გამოსვლა უწევთ და დეზობარიერი არ აქვს შიგნით. ეს ეზოა ჩვეულებრივი, რომელიც უკვე ამათ არ ეკუთვნით. ცუდია რომ გარეთ გამოაქვთ და გარეთ უდევთ
თავსახურები და ინვენტარი ეს ყოვლად დაუშვებელია. ახალი მაცივარია, ნუ კულერი ახლა იწყებს შეჭუჭყიანებას, ჯერჯერობით სუფთაა. ყველში ვნახოთ რა მდგომარეობა, მოდით ყველში ჩავიხედოთ. მანდა მაინც სახარბიელო არ არის, იმიტომ რომ ყველი ნახეთ ცოტა ზედათავი მომხმარი აქვს და ვიზუალურადაც ეტყობა. აი ესეთი თავსახურები იყოს, აი სადაც კოროზირებულია უკვე და სადაც ემალი არის ამოტეხილია, ესეთი ქვაბები ობიექტზე არ უნდა იყოს. ყველი არ მომწონს. ყველი ძალიან სრიალებს და ეს ყველი ახალი არ არის. სითხეში უნდა იყოს მოთავსებული და აი აქედან გამომდინარე სითხის უქონლობის გამო სულ აი სრიალა ზედაპირი აქვს, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ფარში, რომელიც არის ხახვში და წვანილში შეკმაზული, მისი შენახვისვა და გოგოებო, რამდენია თქვენი აზრით? სამი დღე მაინც. სამი დღე კი არა, საათებია, ჩემო ძვირფასო, საათები აქვს შენახვისვა და ეს მერე შედეთ. საათები აქვს შენახვისვა და სამი დღე თუ თქვენ დაბასტურმებულ, გატარებულ ხორცს, რომელიც საყინულეში არ არის, ხმარობთ, მაშინ ძალიან მწუხო არ, მაშინ გამოდის რომ ვადაგასო პროდუქტს ხმარობთ. გაყინულები მოაქვთ ხარ ბატონო იქიდან ერისონიდან მოდისა გამზადებულები და მე აქ ხმარობ და დიდი ხანი აქ არაფერი არ ინახება. ყოველ დილით ახალი მოაქვთ გაყინულები იქ რო ამზადებენ. მოდის მე შენახული კარგად და მე აქ ჩვენ ხმარობთ მაგ გამზადებულებს. გასაგებია ყველაფერი. მე პატრონებს ვთხარით, რომ ესეთი ცვენა, როდესაც იწყება, ეს კრიტიკულია და აუცილებლად უნდა შეკეთდეს და გაკეთდეს. ჭერი კარგი გაქვთ, იატაკი კარგი გაქვთ, კედლები კარგი გექნებოდათ, ის რო არ ყოფილიყო, მაგრამ მესმის ეს სიცხის გამო არის. პერიოდულად გამწოვი უნდა გაიწმინდოს და აი გამწოვის გაბიდნა, აი ზუსტად გარედანაც გამოსულ ზეცთი მეტყველებს და აუცილებლად ეს უნდა გაიწმინდოს. მე ძალიან მომწონს ეს პროდუქცია ვიზუალურად კარგად გამოიყურება. თუ რა ხდება შიგნით სამზარეულოში, თქვენ უკვე ნახეთ მადონას რეპორტაჟში. შესაბამისად, აი შეჯამება ხდება ამ ორი პოზიციის, ჩემი პოზიციის გარედან და მადონას პოზიციის შიგნიდან და უკვე მომხმარებელს აქვს სრული შთაბეჭდილება თუ რა ხდება ამ თუ იმ ობიექტზე. ჩვენ კი გორში ვართ, დავით ამილახვარის ქუჩა ნომერი 10, საცხობი ზარეულები.